მინდა გითხრათ რომ ძალიან დიდი ხარია პირველ მოშორდი რეაბილიტაციებში რამდენიმე ფაქტობრივად 26 წელი ვკითხულობ ლექციებს თამბაქოს მავნებლობაზე. ერთი სამოფექციო ზავი ერთი კითხვამდე დაგისვით 10 ხელი გულახდილად მასალები ლექარ არის მისთვის რომ სიგარეტის არ არის ნარკოტიკი. თუ არ თუნდაც სიგარეტის ნარკოტიკა ხელი აწია. ოღონდ გულახდილად. ეცი რა მე ვამბობ თუ აწია ვამბობ კიდევ თქვენ რომ არაცერთი მარაძი ხელი იმიტომ რომ სიგარეტი როგორც პროფესიონალობა გამსაკეთებში სიგარეტი ითვლება ნარკოტიკა თუნდაც იმიტომ რომ მამაკაცებს სიგარეტისგან შეიძლება გაუჩნდეს 7 სახეობის ტიპი. ხოლო ქალებს 9 სახეობის ტიპი. სინამდვილეში რომ შევიდეთ 20 წელი სიგარეტის და ვერტიკოლობის სიგარეტის უკვე შეიცავს ადამიანისთვის მომაკვდინებელ დოზას, მაგრამ რადგან ადამიანები არ ეწევიან ნამდვილად 20 სიგარეტს, ყველა ჭკვიანი და საერთოდ ეწევა. ხოდა ნაწილ ბოლოს ადამიანი ამოისუნთქავს, ნაწილი რაც ხოლში რაჭმენოს ადამიანის სული დაშლის და გამოყავს ორგანიზმი, ამიტომ ადამიანი არ ყოფება. თორემ 25 წლის უკან საფრანგეთში ქალაქ ნიცაში ჩაატარა შეკრება. ვინ უფრო მეტ სიგარეტს მოწევდა ზედიზი. პირველ ორმა გამარჯვებულმა მათ მოწეს დაახლოებით 60 სიგარეტი და ორივე გარდაიცვალა იმავე დღეს. ხოლო ყველა დანარჩენი თურმე მოხდა საავადმყოფოში, სხვადასხვა ხარისხის მოწამვლით. და იმდენ ადამიანს დორებია შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება, რომ მოახლოს საავადმყოფოში არის არც ყოფნა და ზოგიერთი მოშორებულ საავადმყოფოში ჩაუყვანიათ. ეხოსეთი მეგობარი მოსკოვში მაიკლი შედაჩი ცხოვრობს ჩამოდიოდა ხოლმე ჩემთან. მე მოსკოვში ცხოვრობ ჩამოდიოდა იქ და მეგობრული მაიკლთან. ერთხელ მაიკლი მოყვანისთან ისტორიას. მის ქალაქში გეტენბურგში ცხოვრობს ეს ზუსტირა ქალაქია შედაჩი. მეორე ქალაქი არის დედაქალაქის მიერ მოსახლეობით. ერთ კოლეჯში უნდა წაიკითხო ლექცია თამბაქოს მავნებლობაზე. მოვიდა ადგილობრივი შენიკი და მოუყვანეთ ონკოლოგიის სამსახურიდან ფილდების კიბოთი დაავადებული კაცი. მეოთხე სტადიის კიბოქორია მეტასტაზები დაიწყო. მეტასტაზებიც რა ჯუჯის კიბო მეზონულ მეოთხე სტადია ხო. მეტასტაზების დროს ესე იგი კიბო ის მომენტი კიბო მეზონულ ორგანოებში გადადის. და სიარულეც კი აღარ შეიძლება ამადანიეს და პრობლემები საკაცი შემოგორესო საკლასოდაშო და ლექციის დაწყების მიმართა მოზაფებს. დამისმე ლექტორმა წაიკითხა საინტერესო ლექცია თამბაქოს მავნებლობაზე. მე დაირეკავა ძალიან გამოვიდი ეზოში ვიქტორ უბრალოდ კურსელებისთვის სიგარეტის მოსაწევიადილობა გადაავადებული. ჯგუფში ის და 20 კაცი და 25 კაცი გამოვიდა სიგარეტის მოსაწევიადილობაზე და ერთმა პატარა ჯგუფმა და ყველამ გააბოლო და ერთი მიჩის მამისთვის. ჯამძინოს სურათი ყურა. ანუ როდესაც გეუბნები ეს არ გააკეთო. ძალიან შეიძლება ადამიანის მის გაკეთება უნდა ხოლმე რა საუბარს არა. ამიტომ პროცესები თხოვო ხოლმე ლექციის მნიშვნელობა არ აქვს სკოლაში ისწავლე მე არასოდეს არ მოხდა ბავშვი არ მოწიო თანდალე ნარკოტიკები არ ხომ მე ყოველთვის ყვები რა შეიძლება ადამიანს დაემართოს და მე თვითონ ვთქვი რომ მუსიკი ადამიანები ხარ შეიძლება ორი და ორი შეგრებოდა და სწორი პასუხი მიიღოთ რა ის ნამდვილად რაღაც ნებისმიერი ნარკომანი ნებისმიერი ადამიანი ცოტა სიგარეტი ეწევა ამ ადამიანებმა დაიწყეს ამ გლახანი ინტერვიუის მიღება იმიტომ რომ არ გქონდეს ორი სურათი რა შეიძლება დავართულო ახლა მე მოხსნით გამონაცემს რომ თქვენ არ დაუშვათ იმისთანაც პირველ შესწრება ზოგიერთი რო გოგოდაშებული. ისიც რა არის, თქვენ ყველა ფილტვების კიბოთი დაავადებულ ადამიანებს. რომელშიც მათ 90% ეს სიგარეტის წევრი ადამიანები არიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ სიგარეტის წევრს დაიწყოთ, თვითონ აუცილებლად ფილტვების კიბოთი მოგდებით. ეს ასე არა. მაგრამ თუ არ გქონთ ყველა ფილტვების კიბოთი დაავადებულ ადამიანებში, მაგას 90% სიგარეტის წევრია. მარტო 10% ემისთან რომ არ ეწევიან, მაგრამ მაინც არ თხოვენ ფილტვების კიბოთი, მაგრამ 90% რომლებიც არ ეწევიან, მაგრამ თხოვენ ფილტვების კიბოთი. ამაზე ცოტა მეც მოგებობთ. თუ ადამიანს პასუხად სიგარეტის წევრს და პასუხად სიგარეტის წევრს რა, რომ თვითონ არ ეწევა, მაგრამ ბოლის თქვა უწევს ხოლმე. მაგალითად იმისთან ოჯახებში სადაც ერთი მეუღლე ეწევა და მეორე მეუღლე არ ეწევა. ამისთან ოჯახებში არამწერილ მეუღლეებს შორის თუ ფილტვების კიბო 20% უფრო ხშირია. ვიდრე ამ ოჯახებში სადაც ერთი მეუღლე არ ეწევა სიგარეტს. ხოლო თუ ადამიანს პასუხად სიგარეტის წევრს სამსახურში ამისთან პასუხად ადამიანებს შორის თუ ფილტვების კიბო 56% უფრო ხშირია, ვიდრე იმ ადამიანებს ვისაც არ უწევს პასუხად სიგარეტის წევრს სამსახურში. მე კიდევ მეგობარობას კარდიოლოგი გულზაკეთებს ხოლმე ოპერაციებს. ერთხელ მის სამწუხაროსთან მქონდა ლექცია, სადაც ძალიან კარგი იმია თუ
გულის სამყოფი მოხდებოდა ხოლმე, ამ სამყოფში ყველა სულ რომ გაზიარებდნენ მისთვის ოპერაცია. მე სამხედროში მიდის და ორი წელი იმუშავა მე ევროპაში გადავიდა ხოლმე მეზობლობაში სკოლაში. ერთხელ მისამყოფოს ამოხდეთ სიებონიში, ეს კოლეჯი იყო თითქმის მოსკოვში, მე მოსკოვში ვსწავლობდა, სამეთამდე მინუტი ორჯერ ტრანსპორტი გამოვიდა. ტრანსპორტმა გაიმართა და თელი საათი მქონდა ლექციის დასწრება და თავისუფლება. საუბარია ხარჯა ესეთი საათი მაგაც იყო და დიდი ხანი აღება. შეიძლება ამ სამყოფში კიდე ერთგვარი მქონდა რომ ოპერაციაზე არ დასკაცი. დავიჭი და დერეფანში ვიდექი და ნახევარსაათზე მეტი ვლაპარაკეთ მაშინ და სანამ ვლაპარაკობდით ახლოს მამაკაცმა შეიარა თვითონ ახლოს ხელში სიგარეტს ათამაშებდა. სიგარეტი რომ დავანახე მე გამახსენდა რომ მაგასთან კითხვა მქონდა და ყოველთვის ვარწმუნებდა ხოლმე კითხვის მიცემა და სიგარეტი რომ ნახე გავახსენე და ვკითხე. და თუ მოგიწვია ის სიგარეტი. კი ვეძებდიო ახალგაზრდობაში. მე ვარ კურსანტი. ერთხელ მე ვარ კურსანტი ვიყავი ინსტიტუტში გაკვეთესო სიგარეტის სერტიფიკაციის გვამია. Dacă შეიძლება არ იცით, მაგრამ სამედიცინო ინსტიტუტში მიცვალებულის გვამს ნახავ გვეთებ, იმიტომ რომ მომავალ ხუნდა იცოდნენ სადრობილო პროგრამებია რა. და ხო გაკვეთესო სიგარეტის სერტიფიკაციის გვამია. ის იმის თანაშემწეები მქონდა, იმიტომ რომ მე ვფიქრი არა მონალტარმა მაგისტრატის მქონდა და მაგისტრატი ცხოვრებაში რეალურად აღარ მოიძიება სიგარეტა. კიდევ ერთი ისტორია მინდა პროფესორ პროპოვებს ეხება, მაგრამ თქვენს საინტერესო იქნება. ერთხელ ქალაქ სერგეევსკში ვითხულობდი ლექციებს, სერგეევსკი მოსკოვის ოლქის ქალაქია. ხო და ამ ქალაქში მე მაჩვიდე DVD დისკზე პროფესორ დანავის ლექცია. DVD დისკი თუ იცით რა თუ აგესთან. Ну, Владимир Георгиевич Жданов, Новосибирский университет профессор და ხანდახან კითხულობს ხოლმე ლექციებს გამოგონდა ალკოჰოლის განმავლობაზე. თუ რუსული კარგად ინტერესში შეიძლება ლექციის პოვნა. Სიმაღლეთან ყველაფერში არადა ხომ პროფესორს ვარ, ძალიან ბევრი სურვილი ვაპარაკე. რასაც ახლა მოგობთ სადღაც ლექციის დასაწყისში მოყვა. ერთხელ ჩემ ლექციას ესწრებოდა ბებიაკანი. ბებიაკანი სამეცნიერო მუშაკებს შვიდი არქანებს მოხმარებდა. და ეს ბებიაკანი ლექციის მერე მოვიდა შემდგომ მოყვის რაღაცაში. როცა კარი ფილმზე მითარისო, ნაყოფი იმპობებო მემბრანაში. ამ მემბრანას კაპუსალეცინოზე ქვია ამინური ჩანთა. საერთოდ როგორც შუბერობის ჩანთა ჯერ დაერქვა, ჯერ ამინური წვრილი გამოდის ხოლმე, მერე მალე ბავშვი იბადება ხოლმე, მაგრამ თურმე ხანდახან ბავშვი ამჩეთიანად იბადება ხოლმე. თუ ბავშვი დაიბადა ამჩეთიანად, ეკიმები აუდგენ რომ ბავშვი პერახში არ დაბადებულიო. ეს რუსი ეკიმები ამბობენ ასე. ქართული ეკიმები ამბობენ რომ ბავშვი 5 მილიონი დაიბადა და ერთმანეთთან იქნება უთელი ცხოვრება. თუ ხალე არ ეწეოდა სიგარეტს და ბავშვი დაიბადა ამჩეთიანად, მაშინ ამჩეთოს თორემ სასემონოსულის გქონია. მემბრანა არის ნახევრად გამჭვირვალე და შინ ჩანს რომ შენ სულთაწულები არის და ბავშვის ნორმალური გამოიყურება. ხო თუ ხალე ეწეოდა სიგარეტს და ბავშვი ამჩეთიანად დაიბადა, მაშინ ეს შენთან ხარს თუ თამბაქოსულიდო. ხოლო ეს რები გამჭვირვალე კი არა, ორი არის. კიდევ ერთი ციფრი და ბოლგონო წინიდან ციხერყვა უბისტენ სიგარეტა, მომაკვდინებელი სიგარეტა ქართულად. ერთხელ ბროშურა იყო, მაგრამ ამ ბროშურიდან მდირი მონაცემები წავიდა სიგარეტის შესახებ. ყველა დანარჩენი სახელმწიფოები რო შეიძლება მაგდენი მონაცემები არ ქონია სიგარეტის შესახებ. ეგ ამისთანაც იფრეცი იყო მოყოლენ რომ ბავშვი რომლებიც იბადება სიგარეტის ოჯახში ეს ბავშვები თურმე პირველი წლის განმავლობაში 4 ხანდახან 5 ოქროში რა დაუთმობენ რომ ის ბავშვი და რომლებიც იბადება სიგარეტის არამწერილ ოჯახში. ეს საშუალო ციფრია, შეიძლება მოხდეს ისე რომ ბავშვი დაიბადოს სიგარეტის ოჯახში და სულ არ იყოფოს პირველი წელი, მაგრამ ეს საშუალო ციფრია თქმა ძალიან სწორი ციფრია, იმიტომ რომ მინიმუმ კიდე 2 სახელმწიფოში შემოხდია ეს ციფრი. გასაგებია? ახლა თქვენ შეგიძლიათ მე კითხვები დამისვო და მე მზად ვარ თქვენ კითხვებს გავსებასო და რას უნდა გაინტერესებს იმას ვუყურებთ. ელექტრონული სიგარეტი, ვეიპები, აიკოსი, რას გაინტერესებს? აიკოსი აიკოსი თანამედროვე ხელარებს იბარებს სიგარეტი $100 ამბობდა გადაიხადა. ოღონდ ეს ამერიკული დოლარი არა, ჰონკონგის დოლარი. ჰონკონგის დოლარი ამერიკულ დოლარზე ერთი იყო, მაგრამ გაცილებით ერთი არ ყოფილა, ანუ ჯარმა 28,000 გამოდიოდა იმის შემთხვევაში. მე მოდი ცოტა შევამოწმე, რომ ძალიან არ დაგმალო ელექტრონული სიგარეტის მოყოლით. საერთოდ დღევანდელი ელექტრონული სიგარეტი გაიგო ცოტა სპანის მოგონი. 2014 წლის სახელმწიფოში წერა რომ ელექტრონული სიგარეტი 20% უფრო ნაკლებად მავნებელია ელექტრონული სიგარეტი. 2 წლის მერე სხვა სახელმწიფო გამოვიდა 4 ავტორი იყო იქ წერა რომ ელექტრონული სიგარეტი 5-ჯერ ნაკლებად მავნებელია ელექტრონული სიგარეტი. ეს დღესდღეობით ასე არ არის ჯერჯერობით სამწუხაროდ
იცვლება ყოველ ნახევარწელიწადში დაახლოებით იცვლება შემადგენლობა ელექტრონული სიგარეტებისა და ვეიპებისა სამწუხაროდ ეს მე არ მოწონს საერთოდ ეს აიღეს სიგარეტის მრეწველობა გამოიყენეს ნარკომანებისგან ნარკოტიკების გავრცელებლებისგან ადრე პირველად რომ გამოუშვეს დიზაინერული ნარკოტიკი ერქვა დიზაინერული ნარკოტიკი რომ გამოუშვეს რაღაც მრეწველობა რა ნარკომანებმა დაიწყეს ამის მოხმარება და მე შემოწმება დაიწყო ამის პროდუქციისა და აკრძალვა უნდა ვერ შეგვიძლია აკრძალვა ნარკოტიკის იმიტომ რომ ვინც უშობდა ნარკოტიკს იმას სხვა სახით გამოუშვა უკვე ეს ნარკოტიკი და ცოტა შემადგენლობა შეუცვალა სხვა შემადგენლობა იყო ცოტა ვერ შეგვიძლია აკრძალვა მე შემდეგი ნახევარწლის მერე კიდე სხვა შეცვალაზე კიდე გამოუშვა და ეს სიგარეტის მრეწველობა გამოიყენეს და ელექტრონულ სიგარეტებში ძალიან ხშირად ყოველ ნახევარწელიწადში დაახლოებით იცვლება და მაგალითად 4 თვის უკან დაახლოებით 4 თვის უკან შევკითხე რა შეიძლება სიგარეტს უფრო ძლიერია თუ არა თუ ინტერესს გიქხე და მიპასუხა რომ ესე იგი ფილტრებზე ნაკლებად მოქმედებს ელექტრონული ვეიპებიო ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი მაგრამ ღვიძლზე მოქმედებს ახლა ну ჩემთვის მაგალითად ღვიძლზე და პირდაპირ ეს ძალიან საჭირო ორგანოები არის და ამიტომ უნდა გავაუწყოთ საერთოდ შეგაქვთ ერთი რაღაცა რომ 100%-ით გეგებული ეს არის თქვენი სხეული ამ სხეულს ახლა როგორც ვიდა ის შეიძლება მოეყოთ ეს სხეული თქვენ გეკუთვნით თქვენ დედას და მამას კი არ თქვენია თქვენ გეკუთვნით თქვენ შეიძლება ახლა რომელიც არის 15 საათი და გამოხდო და განალგოთ ეს სხეული ხო შეიძლება რაღაცა ძლიერი ნემსი გაიგეთოთ ნარკოტიკი და უზომოდ ფეხები გაფშილოთ შეიძლება ნენელად წამოვთ თქვენი სხეული სიგარეტი ვეიპი ელექტრონული სიგარეტები კიდე რაღაცები ეს თქვენი ნება მაგრამ თუ თქვენ გავხდით დავსრულს არა ეს სხეული კეთილად და პატიოსად მოგიმსახურება წლობით ატომის წლობით რეალურად გასაგებია კიდე რა გაიგეს კითხები მოსწრაფ ჩიმი ნებისმიერი ნარკოტიკი შეიძლება რომელიც ან თქვენი შემოთავაზები გასობის ნაცობის რა გაინტერესებს უბრალოდ ხუთი შეიძლება გითხოთ იმიტომ რომ შეიძლება მეტი რომ არ ნახოთ ცხოვრებაში და პასუხს გიხდება და მეორე ფაზე შეიძლება პასუხი რეალურად მაგალითად ჩილიმი ვის გავსინჯი ერთხელ მაინც გასაგებია ჩილიმი ჩილიმი ციტა არის ნარგილე იყო შუა საუკუნეებში რუსულად კალიანს ეძახიან და თუ ხელოვნურად დაახდეს ბურბულადოს ეძახიან ხოლმე ის და იქ უბრალოდ ფილტრად გამოიყენება სითხე რაღაცა წყალი ხანდახან ღვინოსას ხანდახან არაღი ხანდახან კონიაკის გამიგია ფებრძოს სპირტის ჩაუსხი სინამდვილეში ახლა თანამედროვე ვეიპები შუა საუკუნეებში რო შუა საუკუნეების ბოლოში მე-19 საუკუნეების ჩათვლით ნარგილეს როეკენები მაგას ოპიუმს ეწეოდნენ ხოლმე საერთოდ ეს ძლიერ ნარკოტიკია ახლა თანამედროვეში მაღაზიებში რო ხედავთ ხოლმე იქ რა თქმა უნდა თავაზობენ თამბაქოსის არის ხოლმე ნესტიანი თამბაქოს ფოთოლის ინებენ იქ საერთოდ და ვიტომ აი ეს არომატიზატორებს რო გეთებენ რომატებენ ხალხს მოწონს ხოლმე მაგრამ კარგი არაფერი არ არის მაგაში მე თვითონ მოსკოვში მქონდა ლექსია მეტროპოლიტენთან და მე წელს იქნებ ცოტათი პროცესი თქვენი ვიდეო პროცესები არაფერი და მასწავლებელი არ იყო და თქვენ რომ აი მიჩი სახში ვიყავით შაბათი დღე იყო ну იცოდნენ რომ მშობლები არ იქნებოდა და ეწეოდა ზოგი ამ ჩემს ეწეოდა ზოგი უბრალოდ მშობლები სიგარეტს ეწეოდა თორემ და ერთმა მიჩმაიც რა მოგონია და შეისრულა უბრალოდ ბოლი ამ ჩილიმიდან და ძალიან უცბად ამოსულა დიდი ჩხუზე თუ მას უცბად ამოსულა და ბოლი რო შეიცავს ერთმანეთზე ეს დაილეკება და ჩილი უბრალოდ გამოხდება და მე რა უჩვენებები სიგარეტი პუტრიანო შეისრულა და მეორე ჩხუზე ამოსულა და მე შეადარა ორი ჩილი ჩილიმენი პრომუქი იყო ანუ ნაკლებად იჭერს საერთოდ ჩვეულებრივი სიგარეტის ფილტრი 7%-ამდე იჭერს ყველაზე დამიტკბილი მესა 7%-ამდე ის ჩილიმი კიდევ უფრო ნაკლებს კიდე იჭერს
მაგ ექსპერიმენტი ახლა სახში მოვიდება გაიგეთოთ ბომბა იღეთ იქ პრობლემა დაინახოთ როგორ გამოდება ის ბომბა. შეიძლება ისე კარგად გამოჩნდეს. ასე გიგია. კიდე რა გაინტერესებს შეიძლება გიპასო. უბრალოდ რეალურად მაშინ რამდენი კითხები არ არის. როგორ მოდი. როგორ არჩი არ მოდიჩენჩის არის მაგრამ არის რა იქით არის მოდი სულფარერად მივიდით რადგან მასში ხოდაის საერთოდ ის რა არის აი უბრალოდ კლასელები და პირველი მეორე კურსელები სტუდენტებში ძალიან შეიძლება მეუღლე ხომ ისეთ რა კაცმა ცხოვრებაში ყველაფერს უნდა გასინჯოს თუმცა მაგას მეუღლე ხო მე შეიძლება სობრები ამისთან ადამიანებს თუმცა გავხდიდიალო ადამიანმა ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გასინჯოს მაშინ დღეს რომ ლექციები დაგვითავაზა თქვენ სკოლა თუ არის გაგოთილების მე გაისწრებით რომელიმე პარკში მოიძეთ ამ პარკში სადმე ძაღლის განავალი და გასინჯეთ მე მერე მოიძეთ კიდე სადმე კატის განავალიც ამას თუ გასინჯეთ თქვენ თუ გამოსულება გქნებოდა მეტი ხო თქვენ გასულება რომელი უფრო გემრიელი რიჩოს არავინ არ თქვენ მოიცით ამას რომ ხოიცით რატო იმიტომ რომ რეალურად ნარკოტიკების გამოსულებები ძალიან შეიძლება მართლამასაც ავაზრდა ხოლმე. კაცო თორე სკოლაში უნდა გასულიყო. თუ როდესმე ვინმე რაღაცა დავახას შემოგთავაზა და გეტყვის რომ ადამიანმა სკოლაში უნდა გასულიყო, თქვენ ამ ადამიანს თამამად შეგიძლიათ უთხრა. აბადი ვიძი ახლა ისახლის მეცხრე საათზე და გადმოხდი ჯერ თავი და მე ფეხები წითქო. ორჯერ დამომეორებელი შტაბი შეიძლება დარჩებოდო, გარანტია შეგიძლიათ მიცი. გასაგებია? ახლა ისეთ რამინდა და მოდი თქვენ სოლანების ადამიანი რო იცნობს სიგარეტის სევას და დასული რო იცნობს რა სხვაობა იქნება მე მინდა რომ მაგის წარმოგედგენა ეკონი. საერთოდ ჯერ ნარკოტიკების განმარტება მინდა გითხრა. საერთოდ ჯერ ახალი სამეურნეოში გამიგიხარ სხვადასხვა ნარკოტიკების განმარტება ყველაზე ზუსტი იმ სახელმწიფოში სადაც განმარტება იყო. ნარკოტიკები ეს არის ნივთიერებები რომელიც ადამიანის სხეულში ანადგურებს ვიტამინებს და მინერალებს. ვიტამინი და მინერალი ეს არის ნივთიერებები, რომელიც ყველა ორგანო რომ მუშაობს, იმისთვის სჭირდება ადამიანს. ამის ძალიან საჭიროა. მაგალითად, ნიკოტინი, რომელიც თამბაქოს შეიცავს, არა? ნიკოტინი ანადგურებს იმის ვიტამინს, რომელსაც ქვია ვიტამინი A. ვიტამინი A პასუხისმგებელია იმაზე, რომ ადამიანი ნორმალურად დაიჭიროს. ვიტამინი A პასუხისმგებელია იმაზე, რომ ხედულობა ყოდეს ადამიანს ნორმალურად. ვიტამინი A პასუხისმგებელია იმაზე, რომ კანი ყოდეს ადამიანს ნორმალურად. კანსაც თვალსაც ყველა დანარჩენს კიდე ბევრ სხვა რაღაცა ჭირდება. მაგალითად, კანს ადამიანს 12 სახების მარილი ჭირდება, მაგრამ 12 სახების მარილი. შუსტლერის მარილები ქეებს. გარდა მარილის კიდე ბევრ სხვა რაღაცა ჭირდება და ვიტამინები. აი თქვენი ფლორების ახლა დაიწყოს სიგარეტისევა რა, შეიძლება ვიტამინი A იმდენად დააყრდოს, რომ ნორმალური არცი გაიზარდოს. შეიძლება ადამიანი გაიზარდოს, მაგრამ რომელიმე ორგანო არ გაიზარდოს, ასე შეიძლება. აი დაუშვათ ბავშვმა დაიწყოს სიგარეტისევა, გაიზარდა, მაგრამ რომელიმე ორგანო დაუშვათ გული არ გაიზარდა. ან გაიზარდა, მაგრამ პატარა დარჩება ცოტა. ვიდრე რომ დაიგებს. ესე იგი ეს შეგვიძლია შევდარო რომ მანქანა პატარა რომელსაც პატარა ძრავა. დიდ ზრდასრულო თუ დაიწყოს სიგარეტისევა, შეგვიძლია შევდარო დიდ მანქანას, რომელსაც დიდი ძრავა. აი დიდ რაიან მანქანაში თუ მოხდა პატარა კენჭი შემთხვევით რა. ის შეიძლება თავი ვერსკი დაეკუგოს და მე და დაგულა ხო მაგარი. და თქვენი ცხოვრების აი ისეთი ბავშვი რომ პატარა ძრავიან მანქანაში თუ მოხდა პატარა ისეთი ერთი არა შეიძლება თუ სუდაშკდეს ხო? გასაგებია? ახლა მინდა ისეთ რაღაცა ძალიან ერთი მომენტი მინდა საინტერესო გითხრა. თუ მიიღო რაღაცა დიდი დოზა ჩვენ დავინახოთ რომ ეს ადამიანი დაბრუნდა ხო? და თუ რამეთანი მიიღო არა დასწავლო ჩვენ დავინახოთ რომ ეს ადამიანი დაიჭირება. გამოდმენდა ისრა სუსტნარკოტიკზე მოგოთ რაიმე მაგალითად ლუდი სულის მაგალითად მოგოთ. საერთოდ ჯერ მინდა გითხრათ რომ შეგახსენოთ. ყველა თქვენგანს აქვს სხეული და აქვს გონება. აი სხეულს და გონებას სხვადასხვა ფუნქცია აქვს. თქვენი სხეული ყოველთვის ცდილობს ცოცხალი დარჩეს. ხანდახან გონებისას და საწინააღმდეგოდაც კი ცდილობს რომ ცოცხალი დარჩეს სხეული. სხეული ადამიანის სხეული შეგვიძლია შევადაროთ ცალკე ადამიანს, რომელიც რაღაცა სამუშაოს ასრულებს. და უშუალოდ უბრალოდ მუშაობს ნიშნით.
პატარას გონება აქვს კონსტრუქცია. თავისი გონება აქვს. შეიკრიბნენ აუცილებლად ახლა დასწრული ადამიანები ინსტიტუტი დაამთავრეს და მოდი ლუდი დაავიწყოს სამ შეიძლება დაიწყოს ლუდისმა. ადამიანი როდის პირველ ასოს არა ლუდი ეროვნულ თავში ჩაუსწრებს ჩიხეში და პირველ დალიეთ ამ ინსტიტუტი დაამთავრა პირველ ასოს მაინც და ამინა და სხეული კიდე ფიქრობს ეს რა ის არ მომწონს და ადამიანის სტრუქტურის პროცესი ხარ ამოწოს რომ რა შეიძლება მალე გამოიყენოს ალკოჰოლის სხეულიდან Далее я говорю, Меорочка, сколько минус? И упрочь карандой ушел, и упрочь карандой ушел. Месаричка туда ли, луди вкус, да, карандой ушел. И с момента я не скупал, как это хопило, все потом пошел до хода, ха, и на это было. Далее я не люблю мадами. Туда ли, где это чика? Скеули поиграли. ვიღარასეს სასეჩქა რა ალკოჰოლის გამოფხარდა ის მომენტი ადამიანი რომ დაეკარგა მაინც გუჩობს. როცა უყურებ ამ ადამიანის ის მომენტია ქანავას რო იწყებს ხოლმე აგებინე. გინახია ხო? თუ განაყროს ადამიანის მასალა ძალიან ბევრი მეშვიდე მეორე რაღაცა მომჩიდა Como a mão cheira bem do que você diz agora, chega seguro do corpo, gato já estou. Esse momento a sala da chuva do meu metal. Esse gato seguro que a sala do beijo do meu corpo, chega da vida. Aí sai do a América de Magashi sabe me dá isso, da me dá um gato poder construir. E era daquele que cada que gosta. Que bacana. მოდის ნებისმიერ ნარკოტიკის მაგალითს დაიწყეთ როგორ ხდება და რა არის რელევანტი ხარ. როგორც ამ მიიღოს ადამიანმა ნარკოტიკის ნარკოტიკის მოხდა სისხლში. აი სისხლი არ დავხატე, აქ სისხლი მოხდა, ახლა სისხლი არ აღარ რა ეს გალიდებული ხდება. და ნარკოტიკი მოხდება სისხლში. Сисхудавый беседу, а то не так далее, цели схемованы пельна. Как у человека спрашивает, сисхудавый беседу, сколько она хочет? Она каны ротит, каны мудрым. Синдром каны хочет, цели схемованы пельна. Если биологис сахар волоши, шейна боится, да, то если кабинете доход лакатминания, сразу гадидებული იყო ეს კანი. ესე ახალაზე იყო გადიდებული და სულ კანის ძირში ესე იგი თეთრი ოვალური ისინი იყო ეს სქიმია ისე კიდე რა. ხო. ჩიჩუ დაიწყო სამართალ გაიარი თუ არ უკვე. საერთოდ ადამიანის ყველგან აქვს სქემონიტერები ადამიანის 70% სქემონიტერები შეიძლება. და სქემსაც ამის ანალიზება რომ შენ ადვილად გაიჭირება ხოლმე ნებისმიერი რთული აგებულების მოლეკულა და ნარკოტიკი ეს რთული აგებულების მოლეკულა და ადვილად იჭირება ხოლმე ის. თქვენ პრინციპი საფსტი შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ. აი თუ უფრო გამჭვირვალე ჭიქა, გამჭვირვალე რომ ხედავთ ჩიქით რა მოხდება. ნახევარ ჭიქა თქმით გავასეთ და შენ თქმით გავასეთ. და ჩინი ექსპერიმენტი კიდე ჩაატარეთ იქით რა ზეთი ჩაატარეთ. Mancan zeti შეიძლება მაგრამ დიდხანს თუ არ იყო საჭირო ზეთი ჩაატარეთ. თუ ამას მოურეთან შეაჭრო შენი შეთო ზეთი წყალში არ იქნება, ხო? თუ მე აი და შენი ჩაგრეთ წყალში არ იქნება და შეიძლება რომ მოგიფრები. ეგ ძნელია. უბრალოდ კარგად დამხარებულ ხის ფოტოლეი და დაფშენი და მე რეფიპეში აიღეთ ხმელი ფოტოლი და ჩაყარდი. თუ ამას მოურეთან შეაჭრო შენი შეთო ფოტოს დაწნაგები ყველა გაიჭირება ზეთის წვეთებში. Წყალში თუ დარჩა რამდენიმე ფოტოს დაწნაგი ის რომელიც შემთხვევით არ შეეყო ზეთს. თორე ზეთს როგორც კი არ შეიძლება ზეთი მაშინ დაიჭირება. იგი მოხდება სხეულში. რა თქმა უნდა, ნაზი კარბონიზმის სრულიად გამოსხმული თქვენ ტუალეტში დადიხარ თოვლი და ვარ დოქტორად გამოსვლა. ნაზი ნარკოტიკებისა ბატონო დარჩება სხიმოვან ნიტრატებში აი. ასე ამ სისხლში აღარ იქნება. სულოვით რჩება ხოლმე ხალხანეს. და პრინციპში თვითონ ზოგიერთ ნარკომანს მე კიდევაც გავუგურებია. შეძლოთ თელიფრის განმავლობაში ნებისმიერ რეაგენტებიდან. თუ
აქამდე ნარკომანი დღეში ორგანიზმს იკეთებდა მე ერთი კვირა ნებისმიერ ეკეთა ამისთან ადამიანს მედალის შეგვიძლია ჩამოყიდოთ ეს კი ძალიან ძლიერი პირები გადაეტანა რეალურად ერთი ისტორიაში მოგებოდით ერთხელ პატრა დასახლებაში ვიტყოდი მოსკოვის ოლქში ლექციას და ეს საფრთხელი სკოლა იყო შენობა გრძელი შენობა იყო და ჩემი შეგებია თითქმის ერთი სკოლა მეხუთე და მე-11 კლასელების ჩართვით მასწავლებლები ენა 35 ადამიანი იჯოსულ და 3 საათზე მეტი გამაჩერეს მართლა ლექცია არ მანამდე არ მქონია არასოდეს და არ მაგის მერე და ლექციის მერე ჩემთან ხანშესული პედაგოგი მოვიდა ქალი და მოყვა ამისთან რაღაცას ჩემი მეზობელი ქალის ბიჭი მუშაობდა მოსკოვში ერთხელ ჩამოვიდა ჩვენ სოფელში და მის მეუბნება რომ დედიკო მოხდა ასე რომ მე ნარკოტიკებზე შევიქი მაგრამ მინდა ამ სკოლის ჰეროინსა თავი დავანებო და ახლა ლონკები უნდა გადავიდანო ლონკების გადატანას მოსკოვში მე ვერ შეძლებ მოდი ახლა სამი ჩამკეტო და რაც არ უნდა ვიყურო არაფერს იდეით კარგი არ გამიღო ჩაკეტავ თავისი ბიჭი სტარტაპში თვითონ ჩემთან მოვიდა და სასწინებლად მოდი შენთან დავჭერით რომ ახლა ჩემ ბიჭის სკოლაში რო გავიგო შეიძლება გულმა ვერ გამიწვიოს და გავუყარებიო დილით ადრე ავდექით რომ მივიდივარ და მის სახლისკენ და 5 საათი იყო და ნახევარზე მეცოფოს კიდე ძინასა და ამას კიდე უხარიო რა კაი ეს შეიძლება გვარიო ეთქო რომ ბიჭმა ლოგდები გადაიდანაო მივედით გავაკეთო განაბიო და ჩამოვხსნო მის თავი გაცილებული იყო გამიო ეთქო რომ იმენად ძლიერი ტილები ხო რა თავის ჩამოვხსნო პრინციპში ნარკომანმა ერთი კვირა კი არა შეიძლება მედიცინას არ მიიღოს ნარკოტიკი შეიძლება მედის ერთი წლის მერე დავშვი გაიხედა პანჯერაში კაი ამიდია წავალ ფერმოსი თამაში ბარკალა უცადრალას და ადამიანი მედის და რაღაცა სპორტში მას მონაწილეობს რა მაგრამ რა ხდება ადამიანის ორგანიზმში როცა ადამიანი ბევრ ენერგიას ხარჯავს სიმს რა ემართება ხოლმე თუ გამიგია ბიოლოგია და ის მოწოლია და ნაცი ნარკოტიკების ისე შეაუჩნდება და ამაგარმა მე ამ თამაშის მე შეიძლება და ორ პოსტი და ცოტა გოგი დოზა მჭირდება რა გოგი ეს არა დოზა ვიღაცას ხოს და ორ პოსტი პოსტ ნარკოტიკს გაიგეთებს და შეიძლება სახში იზეს ყავაში შაკარსურო და ფიქრობდეს თუ ამისთან იდიოტი ორამში და ნარკოტიკებს დაუბრუნდიო აი ეს პრობლემა გასაგები იყოს თქვენთვის იცი რა შეიძლება შევდარო დაუშვით ახლა ზაფხულია ცხელა თქვენ გიდოთ დაუშვით ნაყინი და იგდებ ნაყინი თუ არ შეგიძლიათ ნაყინი რო არ უვარდეს ის არ უყარს ნაყინი ყველას უყარს რა იქნე ძალიან გემრიელი ნაყინი დაუშვით მოასტათილოს ერთხელ გასიჯულ მაგრამ ვიღაცა თქვენი ნაცვლები მოვიდა მოულოდნელად მოგარკვეთა და ნაყინი წყალში შევარდა ის შეიძლება იცის კიდევ ახლა თქვენ რა მოგიდებთ გარდაისა მუშტი გარდა ან დაუშვით გალახეთ ეს მოხი და ორჯერ მეტი ფული წარწვით და ნაყინებდა და აქ უსრა შედახარჯავთ ნაყინი შეიძლება მაგრამ შემიძლია დასხოვო თქვენ ხედავთ რომ თქვენი ნაყინი წყალში გია ხო თქვენ გახსოვთ თქვენ გინდოდათ ნაყინი და გეცოდინებათ რატომ მოგინდოთ ისე ეს ნაყინი ხო ამ ადამიანს კიდე არის ის რატომ უნდა ისე ეს ნარკოტიკები თუ გაგიგეთ რომ ეს დაანებებიოს ნარკოტიკების თავი მაგრამ ისე შევზარდოს რაღაც აი ამიტომ ხდება ეს მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ თქო შენ თუ რაღაცა ლახანიტერება გასწრით თვითონ ამის მერე სპორტზე ხელი უნდა ჩაიგდეს პინკი თუ ადამიანს უნდა სიგარეტის თავი დადებება მე ადამიანს უჩვენდი რომ რომელიმე აქტიურ სპორტში დაიწყოს მონაწილეობის მიღება აქტიურ სპორტში არა ხედავაში რომ ჭადრაკის თამაში დაიწყოს ან შაჰის ფეხბურთი გრემბურთი ბალაბურთი ყველაზე დიდი სირბილი რომ დაიწყოს აი დილიდან საღამოთი 10-15 წუთის სირბილი არა საჭირო რეკორდების დამყარება ნელი სირბილი საკმარისია აი პირველად გაგიტო პირველ დღეებში ადამიანს გაცილებით მოუნდება სიგარეტის მოწევა ცხიმი იწვის ნიკოტინის შეშიც შეგვიძლია რეალურად ძალიან მოუნდება სიგარეტის მოწევა უბრალოდ მოითმინეთ რა ერთი ორი კვირა რა აი თქვენი სლოვანების ერთი კვირის განმავლობაში კი შეიძლება იმდენად გაეცინოს თქვენი სლოვი ნიკოტინის გამო ერთი ან ორი კვირის მერე ვიღაცა რომ გაერო სიგარეტები შეგვიძლია და შეფქება უყოლება რა გასაგებია კიდევ თუ გქონდა კიდევ და მისით გიყოს